მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ თმის მოვლის პროდუქტების შესახებ, რომლებიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოცა. ძალიან უკან ჩემი ფონი არ შეიმჩნიოთ, რაღაცები გადავაადგილეოთ, რაღაცები შევცვალე, ყველაფერს სხვანაირად დგას განათება, კამერა, თაროები, ჯერ არა ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული, როგორ დარჩება და როგორ იქნება ეს ყველაფერი, ამიტომ მოდით ჯერ არ მიაქციოთ ყურადღება უკან რა ხდება. პირველი პროდუქტი, რომელიც გამოცალი, მე მგონი ყველაზე ადრინდელი, რომელიც არის მათი ჰიალურონის ხაზიდან, L'Oreal-ის, Elvitalis ჰიალურონის ხაზიდან, უნდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ დავაკვირდი ერთ-ერთი DM-ის, აქ DM-ის ფილიალში, რომ შეუცვლიათ ჰიალურონის ამ ჰიალურონის ხაზის შეფუთვები. არ დაიბნეთ, ჩემი არის, ანუ 72 საათი დატენიანება, რომელსაც აწერია, რაზეც თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ თმის დატენიანება არის მარკეტინგული ტერმინი. თმა არის მკვდარი უჯრედები. მკვდარი უჯრედების დატენიანება არ ხდება. ანუ ისე როგორც მაგალითად კანის უჯრედების დატენიანება ხდება. რო თქვა სიმშრალე მოხსნა ჰიალურონის მჟავის გამოყენებით. თმასთან მიმართებაში სამწუხაროდ ასე არ ხდება. ანუ ის, რასაც ჩვენ დატენიანებას ვეძახით, რეალურად არის კონდიციონირება, თმის კონდიციონირება. რომ თმა დარბილდეს, უფრო დაემორჩილოს დაყენების პროცესი, არ გაიფუწოს, დამუხტული არ იყოს. ანუ ეგ ყველაფერი მოდის კონდიციონირებისგან და არა დატენიანებისგან. ამიტომ ძალიან გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ. ჰიალურონის მჟავა არაჩვეულებრივია სკალპისთვის, კანისთვის. იქ სადაც ცოცხალი უჯრედები გვაქვს. კი ბატონო, თუ მშრალი სკალპი გაქვთ და კანი ანუ თავზე, არაჩვეულებრივი არჩევანია ჰიალურონის მჟავა. მაგრამ როცა უშუალოდ თმის სიგრძეს, თმის ღერს ეხება საქმე, ჰიალურონი და დატენიანება, ზოგადად სიტყვა დატენიანება უფრო მარკეტინგული ამბავია. რეალურად საქმე ეხება კონდიციონირებას. მაგრამ ნუ სიტყვა კონდიციონირებით რამდენი პროდუქტი შეიძლება გაყიდო, ხო? ყველა იმაზეა გადასული, რომ როგორმე სხვადასხვა კანის სკინკეარ ინგრედიენტები ჩართონ ყველაფერში და ამით დაარეკლამონ პროდუქტები, არ ვიცი, ტონალურებით და კონსილერით და არ ვიცი, ნებისმიერი პროდუქტით დაწყებული, ყველაფერზე უკვე აწერია ნიაცინამიდი, ჰიალურონი, პეპტიდები, კერამიდები, რომ რაც შეიძლება კარგი რეკლამა გაუწიონ პროდუქტს. იგივე ხდება, როცა თმის მოვლის პროდუქტებსაც ეხება საქმე. ერთ-ერთი სხვაობა, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის, რომ როცა სკალპის მოვლის პროდუქტებს ეხება საქმე, ანუ ის რაც სკალპზე უნდა დაიტანოს და დაიმასაჟოთ, როგორიც არის მაგალითად შამპუნი, კი ბატონო, ესეთი ჰიდრატორი ინგრედიენტები არაჩვეულებრივად მოქმედებენ, იმიტომ რომ ცოცხალი უჯრედების შესახებ საუბრობთ თავის კანზე. რაც შეეხება შამპუნს, ეს არის 150 მლ-იანი შეფუთვის შამპუნი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, მშრალი თმისთვის. მე ჩამოწერილი მაქვს აქ ყველა შამპუნი, რომელსაც ვცლიდი, თან წერდი ხოლმე, რომ არ დამვიწყებოდა ეს შამპუნი, მე მგონი სექტემბერში გამოცალი, ამიტომ ეხა ესე ბოთლზე შეხედვით ვერ გავიხსენებდი და წინა ვიდეოს შემდეგ ჭკუა ვისწავლე, ამიტომ პატარა ვორდის დოკუმენტი მქონდა გაკეთებული ჩემს ლეპტოპში და როგორც კი ვცლიდი სხვადასხვა პროდუქტებს, მაშინ ვწერდი ხოლმე, თქვათ, როგორ დამამახსოვრდა ეს პროდუქტი და როგორი ეფექტი ჰქონდა სკალპზე ან თმაზე, რომ მე არ დამვიწყებოდ, ამიტომ წაგიკითხავთ რაღაცებს, რომ იცოდეთ, აგრას ვუყურებ ხოლმე, ჩემი ლეპტოპი მაქვს გახსნილი. ძირითადი გამწმენდი სულფატი ამ შამპუნში არის სოდიუმ ლორეთ სულფეიტი, რომელიც საშუალო სიძლიერის სულფატია, არც ზედმეტად მსუბუქი, ესეთი სულფატების გარეშე შამპუნები რო არის ხოლმე, ძალიან ყოველდღიური მსუბუქი შამპუნი და არც ლორელ სულფეიტი არ არის ყველაზე ესეთი შედარებით ძლიერი სულფატი. ანუ როგორც სახის გამწმენდებში იგივეა, შამპუნის შემთხვევაშიც ესეთი საშუალო სიძლიერის სულფატია, სალიცილის მჟავა შეიცავს ასევე და ჰიალურონის მჟავას როგორც გითხარით, დიმეთიკონები აქვს, ანუ სილიკონის ერთ-ერთი ფორმა. უნდა გითხრათ, რომ მე ძალიან მიყვარს სილიკონი, როცა თმის მოვლის საშუალებებს ეხება საქმე, სილიკონის გარეშე პროდუქტები ჩემ ფავორიტი არ არის, იმიტომ რომ თმას უყვარს სილიკონი, ძალიან არბილებს, არაჩვეულებრივ კონდიციონირების ეფექტს აძლევს, არაჩვეულებრივად არბილებს, არაჩვეულებრივად დამყოლს ხდის თმას და მე მიყვარს, ვიცი რომ ბევრი clean beauty-ის და თანამედროვე მარკეტინგის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბევრი საშინელი ამბავი მოგიყვნენ სილიკონის შესახებ, მაგრამ მე არა, მე მიყვარს დიმეთიკონი განსაკუთრებით, საუკეთესო სილიკონის ფორმა, რაც შეიძლება შამპუნში შეგხვდეთ და განსაკუთრებით კონდიციონერში, რასაც თმის სიგრძეს ეხება საკუთრებულად უნდა გითხრათ, რომ რაღაცა განსაკუთრებულად და გამორჩეულად არ დამამახსოვრდა ეს შამპუნი და ეხლა რომ ვუყურებ, ზუსტად იგივე დამიწერია აქაც. ანუ საშუალო სიძლიერეს შედარებით ასე ვთქვათ, ყოველდღიური გამოყენების შამპუნადაც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, თუ ძლიერად ცხიმიანი სკალპი გაქვთ, არ გამოგადგებათ, იმიტომ რომ მაინდა-მაინც ვერ ერევა ცხიმს სკალპზე, იმიტომ რომ ეგეთი ძლიერი არ არის და ნუ ხაზიც ისეთია, უფრო დამატენიანებელი პროდუქტებია ამ ხაზიდან სკალპისთვისაც, შესაბამისად ისეთი ძლიერი გამწმენდი ინგრედიენტები შიგნით არ არის, რომ თუ ძლიერი ან ქერცლი გაწუხებთ, ან ზედმეტი ცხიმიანობა გაწუხებთ, ან სკალპის პრობლემები გაწუხებთ ზოგადად, ეს შამპუნი მოერიოს.
სულს რაც შეეხება სხვათა შორის საკმაოდ სასიამოვნო პარფიუმი აქვს შიგნით, შემიძლია გითხრათ, რომ იმ პარფიუმის ანუ იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც ამჯერზე გამოცალე, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სურნელი ქონდა ამ ჰიალურონის მჟავის ხაზიდან შამპუნებს. ოკეი, რაც შეეხება კონდიციონერს, იგივე ხაზიდან, ამ შემთხვევაში ზუსტად ის თემონა გავიმეორო, ეს 200 მლ-იანია, ოდნავ უფრო პატარა ვიდრე შამპუნი, რასაც ორას დროს ვერ ვიგებ, რატო აკეთებენ კონდიციონერებს უფრო მცირე ზომის ვიდრე შამპუნებს, იმიტომ რომ მე კონდიციონერი ყოველთვის უფრო მეტი მჭირდება ვიდრე შამპუნი და ადამიანებისთვის, რომელსაც უფრო გრძელი თმა აქვს და ყოველი ღერი უნდა დაფარონ კონდიციონერით, იმათთვის ხო წარმომიდგენია. ჩემს კონდიციონერს უფრო მეტი შეფუთო უნდა ქონდეს, უფრო დიდი შეფუთო უნდა ქონდეს ვიდრე შამპუნს. აქაც დიმეთი კონები გვაქვს, ანუ სილიკონები გვაქვს შიგნით და ძალიან ნაზი და სასიამოვნო ტექსტურის კონდიციონერია ნამდვილად, გლიცერინი, ჰიალურონი, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ როგორც გითხარით, დატენიანება როგორც ასეთი თმისთვის რეალური თემა არა. დიმეთი კონები, ანუ სილიკონები კარგად ეფექტურად მოქმედებს, თმაზე და ძალიან რბილ და სასიამოვნო ტექსტურას აძლევს თმას, მაგრამ რო გითხარით, რომ რაღაცა გამორჩეულად და განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ეს კონდიციონერი თქვა არა. მე როგორც ხედავ, საკმაოდ ისეთი თხელი თმა მაქვს, თან შეჭრილი, მოკლე თმა. შესაბამისად, ჩემი თმისთვის ხარ რთული არ არისო, თუნდაც საშუალო კონდიციონერითაც კარგი ეფექტი მივიღო და საკმარისი იყოს. ესეთი უხეში და ფრიზით თმა არა მაქვს, რომ აი ძალიან ძლიერი კონდიციონერი სჭირდებოდეს, რომ აი საშუალო სიძლიერის კონდიციონერის ვერ მოერევა. მაგრამ თუ რეალურად ის ცოტა უხეში თმა გაქვთ, ძლიერ დარბილება სჭირდება, რომ ესეთი დამყოლი გახადოთ და თმის დაყენება გიყვართ და ასე შემდეგ, ვერ გეტყვით, რომ მაინც ფავორიტი არჩევანი იქნება ელვიტალის ხაზიდან ეს შამპუნი თქო. მოკლედ კონდიციონერი თქო, შამპუნი არა. გამორჩეული არა. უკეთესი ხაზები აქვს ელვიტალს და უკეთესი შამპუნები აქვს, ამიტომ სუნი სასიამოვნო აქვს, ესეთი ყოველდღიური გამოყენებისთვის. კი ბატონო, თუ თხელი ესეთი მსუბუქი მშრალი თმა გაქვთ და მშრალი სკალპი რაც თავარია, ჰიალურონი როგორც ვთქვით, სკალპისთვის არის, გამოგადგებათ. ეფექტს მოგცემთ, შედეგს მოგცემთ და სკალპს გაასუფთავებს, თმას გაასუფთავებს, მაგრამ სხვა მეტი ესეთი გამორჩეული არა. 6% სალიცილის მჟავის კომპლექსის ქვია მას შრატი თმისთვის. არ მახსოვს ეს ხო არ ვახსენე შემთხვევით სხვა ან ფავორიტების ვიდეოში, ან წინა თმის მოვლის პროდუქტების ვიდეოში, წესით არა, იმიტომ რომ ეხაც კი ერთი გამოყენება არის შეგნით დარჩენილი და მგონია რომ წესით მეხსენებინა, მაგრამ მოდით გავიმეორებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ გამომრჩეს თან, რადგან ხაზის შესახებ ვსაუბრობთ. ეს არის ცხიმიანი თმის სკალპისთვის 102 მლ-იანი შეფუთვა, არ ვიცი რატომ. მშრალი ალკოჰოლი, სალიცილით, გლიკოლით და ძალიან ბევრი პარფიუმით, ძალიან ბევრი პარფიუმით. ეს არის ცხიმიანი და ასე ვთქვათ, გითხრათ, საშუალო ცხიმიანი სკალპისთვის. თუ ძალიან ცხიმიანი თმა, ყოველდღე დასაბანი თმა, შეიძლება მთლად ეგეთი ძლიერი არ იყოს, რომ აქ ცხიმებს გაუმკლავდეს, მაგრამ თუ გაქვთ ის მომენტი, რომ დაბანიდან დაბანამდე ცოტა სწრაფად გიცხიმიანდებათ სკალპი და ამის გამო უფრო ხშირად გიწევთ თავის დაბანა, მე ვფიქრობ, რომ დაგეხმარებათ. მე +1 დღეს მაძლევდა დაბანიდან დაბანამდე ეს პროდუქტი. ამას იყენებთ დაბანის წინ, დაახლოებით 5 მაქსიმუმ 10 წუთით ადრე, დაიტანთ სკალპზე და დაიმასაჟებთ. რამოდენიმე წუთის მასაჟია საჭირო, რომ კარგად გადაანაწილოთ მთელს სკალპზე, მთელს კანზე, ანუ თმის სიგრძის პროდუქტი არ არის, სკალპის არის, სკალპზე ცხიმიანობის მოსახსნე პროდუქტია. სხვა რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ინგრედიენტები შეგნით არ არის, სალიცილი, გლიკოლი და ალკოჰოლი არის, რაც ცხიმებს იწვევს. ანუ სახეზე როგორც მოხქმედებს, სახის კანზე სალიცილის მჟავას ვიცნობთ, იგივე ეფექტი აქვს თქვენი სკალპისთვისაც. მე რადგან ზედმეტად ცხიმიანობა არ მაწუხებს თმაზე და რაღაცა გამორჩეულად ცხიმიანი სკალპი არა მაქვს, ჩემთვის ავსებით საკმარისი იყო. როცა მაქვს ის დღე, რომ აი ვიცო შემდეგი რამოდენიმე დღე შეიძლება ჩემი თმის მოვლის სრული რუტინა ვერ ჩავიტარო და მინდა რომ ცოტა დიდხანს შევინარჩუნო დაბანის გარეშე თმა, არაჩვეულებრივი საშუალება იყო. მე მომეწონა მაგისთვის, თავის ფუნქციას 100% ასრულებდა. რაღაც ესეთი სამკურნალო დანიშნულება ან რაღაცა არ აქვს, ზუსტად ასრულებს იმას, რაც ზედ აწერია, ზედმეტ ცხიმიანობას ხსნის თმიდან. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ დაბანის წინ გამოსაყენებელი პროდუქტია და მე შამპუნი, კონდიციონერი ჩვეულებრივ უნდა მიყვეთ და ჩამოიბანოთ და დაბანამდე მხოლოდ მაქსიმუმ 10 წუთით, მე მგონი თვითონ ისედაც 5 წუთით აწერია ზედმეტი არა. ანუ რაღაც ესეთი თმაზე დასატოვებელი, სკალპზე დასატოვებელი შრატი არ არის. მაგრამ მოცულობა ფასისთვის, რატომაც არა, სუდი არჩევანი ნამდვილად. შემდეგი ხაზიც ელვიტალის ხაზიდან არის, ეს არის მათი ბონდ რიფია ხაზი, ანუ დაზიანებული თმის აღმდგენი ხაზი. ეს თმის აღმდგენი შამპუნის წინ გამოსაყენებელი, წესით შამპუნის წინ გამოსაყენებელი შრატი არის, ვიცი რა არის, ხო, შრატია, კრემი უფრო არის ტექსტურიდან გამომდინარე, ძალიან პოპულარული იყო TikTok-ზე, მოკლედ მთელი ხაზი დავტესტე. მოდით დავიწყოთ, აქ გვაქვს შამპუნი. რა მაქვს ჩაწერილი? ანუ აქ გვაქვს, ეს არის 200 მლ-იანი შეფუთვა, შამპუნი, 5%-იანი კომპლექსი, დაზიანებული თმის ღერის აღმდგენი 5%-იანი ციტრუსის, ლიმნის, მჟავის კომპლექსი.
როგორც აწერია შამპუნს არის სულფატების გარეშე, თუმცა უნდა გითხრათ რომ საინტერესო არის ის რომ sodium C4060 olefin sulfonate აქვს შეგნით, რომელიც როგორ გითხრათ, აი სულფატების გარეშე შამპუნს რო ქმნიდა, სულფატების სიძლიერე რო გინდა გქონდეს, აი ეგეთი სულფატია. თუ ძალიან clean beauty-ს მივყვებით, მაინდა-მაინც სულფატების გარეშეც არ გამოდის, იმიტომ რომ ტრადიციული, რასაც ჩვენ ვიცნობთ, lauryl sulfate, lauryl sulfate, ეგ არა, მაგრამ რეალურად სულფატის სიძლიერეს აძლევს, გამწმენ სიძლიერეს აძლევს შამპუნს უნდა გითხრათ. ანუ ამას და ჰიალურონის ხაზიდან შამპუნს, რომელშიც სულფატია, დაახლოებით ერთნაირი სიძლიერე ქონდა სკალპის გასუფთავების. ასე რომ მაინდა-მაინც სულფატების გარეშე ძალიან ცოტა მარკეტინგული ამბავი უფრო არის, რომ აი ხო ძალიან შეაშინეს მოსახლეობა, რომ სულფატები და საშინელებაა და კოშმარი და ასეთში. მაგაზე საშინელი არ მოუგონია ადამიანს არაფერი, აი რას ამბობ. უფრო ეგ თემა არის ჩემი აზრით, თუ ეგ დააწერუნზეთ, თორე რეალურად როგორც სულფატები ასუფთავებს, საშუალო სიძლიერეს სულფატები როგორც ასუფთავებენ, თმას ისე ასუფთავებს ესეც. ყველაზე ძლიერი სულფატის ალტერნატივაა, ასე რომ ვთქვათ. ეს არის ცნობილი ძვირიანი რედკინის შამპუნების დაზიანებული თმის აღმდგენი ხაზის დუპი, რაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რედკინიც ლორიალს ეკუთვნის, ისე როგორც ელვიტალი, ანუ ძალიან საინტერესოა, რომ ლორიალმა თავისი ძვირადღირებული ხაზის დუპი თვითონ გამოიტანა ბაზარს. ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია ეგ ამბავი. კი ბატონო, შეიძლება იფიქროთ, რომ რატომაც არა, ერთი და იგივე ბრენდისგან, ერთი და იგივე ლაბორატორიისგან სავარაუდოდ, მოდით უფრო ბიუჯეტურს შევიძენ. მაგრამ ეხლა აქ ჩავინიშნე რედკინის იგივე ხაზიდან პროდუქტები რა შეიცავენ და ეს რაც შეიცავს, რომ შევადაროთ ერთმანეთს. მაგალითად, რედკინის შამპუნში, ანუ ორივე შემთხვევაში ძირითადი აღმდგენი კომპლექსი დაზიანებული თმის არის citric acid, ანუ ციტრუსის მჟავა. რედკინთანაც და აქაც. ამ შემთხვევაში ერთი და იგივე რაღაცის შესახებ ვსაუბრობთ და იგივე თემა არის, რომ აქაც სალიცილი გვაქვს შამპუნში, როგორც იქ. რედკინის შამპუნში არის 7%-იანი ციტრუსის მჟავის კომპლექსი, 5 გვაქვს. რეალურად დიდი სხვაობა არაა, თუმცა ვერსად ვერ ვნახე, რომელიმე ლაბორატორიის მიერ დადებული ზუსტად საბუთი, რომ იცი რა, თერაპიული ზღვარი არის 5, თერაპიული ზღვარი არის 7 კომპლექსის და თქვა 7-ს ქვემოთ არანაირ ეფექტს არ იძლევა. ესეთი ვერსად ვერაფერი ვერ ვნახე. ამიტომ შეიძლება თავისუფლად 5%-საც ზუსტად იგივე ეფექტი ქონდეს, რაც 7-საც. ვერ გეტყვით ზუსტად, მან თავს ვერ დავდებ, მაგრამ რომ იცოდეთ, არც არავინ არ მოგატყვილოთ და არ გითხრათ, რომ აი 7 ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ არც არ წერია, რომ 7 ბევრად უკეთესია. ეგ ვიცოდეთ. შეიძლება იმას მოგცეს სხვაობა, რამდენად დაზიანებული თმის შესახებ ვსაუბრობთ, რაც უფრო დაზიანებული თმის შესახებ ვსაუბრობთ, იმას შეიძლება რა თქმა უნდა, თქვათ, რომ 7%-იანი კომპლექსი უფრო იოლად მოირიოს, ვიდრე 5%-იანი კომპლექსი. კინს აქვს ამოდიმეთიკონი, ეს არის მოდიფიცირებული სილიკონის ფორმა, რომელიც, არის სილიკონის next generation არის, რომელიც აი არაჩვეულებრივია. ამოდიმეთიკონს თუ ხედავთ, ცოტა უფრო ზემოთ შამპუნის კონდიციონერების ინგრედიენტების სიაში, ჩემი პირადი რეკომენდაცია, ჩემი პირადი გამოცდილება, თუ გაინტერესებთ და გაითვალისწინებთ, საუკეთესო. რაც დაზიანებული თმისთვის არის არაჩვეულებრივი. მე ვფიქრობ, თავარი არის როგორ შეგრძნებას თოვებს შამპუნი, როგორ ასუფთავებს სკალპს, რამდენად შეგიძლიათ რომ შედარება გააკეთოთ, თუ ორივე ხაზიდან დაგიტესტავთ. მე რედკინის შამპუნი არ დამიტესტავს, ამიტომ ერთიეთში შედარებას ვერ გაგიკეთებთ, ხოლო ინგრედიენტების შესახებ შემიძლიათ რომ გესაუბროთ, რაც ვნახე ვიდეოები, შემიძლია გითხრათ, რომ ეს შამპუნი უფრო თხელია, საკმაოდ თხელი ტექსტურა აქვს, უფრო სრიალებს ხელებში, თუმცა კარგად გაფთება. ძალიან სასიამოვნო კაფე აქვს, მცირე რაოდენობა ცავსებით საკმარისია. სუნს რაც შეეხება რაღაცა განსაკუთრებული გამორჩეული სუნი არა აქვს. აი სამკურნალო შამპუნში და ზოგადად სამკურნალო პროდუქტებში რომ სუნის დაფარვას ცდილობენ ძალიან მინიმალური პარფიუმით, რომ ძალიან სამედიცინო სუნი არ ასდიოდეს შამპუნს. უფრო ეგ თემა გვაქვს. რაღაცა გამორჩეული არაფერი, თუმცა ცუდიც არის. სასიამოვნო, რაღაცა აი პარფიუმზე იფიქრეს თქვენ, ხა მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ სასიამოვნო პარფიუმი აქვს, არ შეგაწუხებთ ნამდვილად. თუმცა გეტყვით, რომ თუ რეალურად ძლიერად დაზიანებული თმა გაქვთ, ეს 5%-იანი კომპლექსი ბევრი ვერაფერი. ანუ ვაუ, ისეთი სხვაობა მომცათ. ანუ ძალიან გაყოფილი ვარ ეხლა ჩემი თმით. ამ წუთას მართალი რო გითხრათ, სულს ვერაფერს ვერ გეტყვით. თქვათ 1 წლის წინ ამ მდგომარეობაშიც იყო ჩემი თმა და ეხლა ამ მდგომარეობაშიც არის ბევრი კარგი პროდუქტის დაცლისა და ტესტვის შემდეგ. აშკარად სხვაობას ვხედავთ, აი 1 წლიან ზღვარს თუ ავიღებთ და შევადარებთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ მაინდა-მაინც ამ შამპუნის დამსახურება ეგ ამბავი თქო. ცოტა უფრო მეც ველოდებოდი დაზიანებული თმის ღერის აღმდგენი შამპუნისგან, მოდით გულწრფელად გეტყვით. თუმცა შეიძლება ის თემაც იყოს, რომ რადგან უფრო დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გვაქვს, უფრო მეტად უნდა დარჩეს ავარაუდოთ ასეთ შამპუნთან, 3-4 შეფუთვა დაცალო რომ რეალური შედეგი დაინახოთ. მე არ გამიკეთებია გულწრფელად გეტყვით, ამიტომ მანდაც ახლა მაინდა-მაინც თავს ვერ გავიგიჟებ, რომ საერთოდ არაფერს არ აკეთებს. სხვა მხრივ, თუ უშუალოდ შამპუნის სასიამოვნო გამოყენების და მის შესახებ საუბრობთ, რამდენად კარგია შამპუნი, თუ იმას ვიტყვით, რომ 5%-იანი კომპლექსის საკმარისი არ არის, მეტი ამ შამპუნში არაფერი არ რჩება. არც პარფიუმი, არც ტექსტურა, მეტი არაფერი, ანუ სხვა რაიმე ინგრედიენტი არაფერი არ არის შამპუნში. თუ ეს 5%-იანი კომპლექსი თქვენი თმისთვის საკმარისი არ იქნება, მეტი არაფერი აღარ რჩება ამ შამპუნისგან, ეგ გაითვალისწინეთ. რაც შეეხება კონდიციონერს. კონდიციონერში ეს არის 150 მლ-იანი შეფუთვა, აქ გვაქვს 10%-იანი ციტრიკის მჟავის კომპლექსი. რედკინს რო შევადაროთ, რედკინის კონდიციონერს აქვს 12% და ამ შემთხვევაში გვაქვს ამოდიმეთიკონის შიგნით. შამპუნისგან განსხვავებით, რაც ძალიან კარგია და ეტყობა კიდეც, კონდიციონერს ბევრად უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელია თმაზე და ბევრად უფრო რბილ სასიამოვნო ფუმფულას გემრიელს ხდის თმას. მომეწონა მაგ მხრივ, ანუ შამპუნთან შედარებით უნდა გითხრათ. ეგეც რო არ ქონდეს შიგნით, სხვა მხრივ ტექსტურა არ მოგეწონებათ, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა აი
კბილის პასტის, თეთრი კბილის პასტის ტექსტურა აქვს სამივე პროდუქტს ამ ხაზიდან. უნდა გითხრათ, სამკურნალო ხაზის შესახებ ვსაუბრობთ, დაზიანებული თმის სამკურნალო ხაზის შესახებ ვსაუბრობთ. ამიტომ გეტყვით ახლა პირდაპირ რომ იქ რაღაცა განსაკუთრებულად არ უზრუნიათ იმაზე, რომ კოსმეტიკურად ძალიან ელეგანტური ხაზი შეექმნათ. თუ დაზიანებული თმა გაქვთ, ყიდულობთ ამ ხაზს იმისთვის, რომ უმკურნალოთ დაზიანებულ თმასთან, ამიტომ აი ასეთი შამპუნი და ასეთი პარფიუმი და ასეთი სურნელი და ასეთი კაფი და არა. ამ ხაზიდან ეგეთ რაღაცებს ვერ მიიღებთ. სხვადასხვა 10%-იანი კომპლექსი მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უფრო კარგ ეფექტს იძლევა თმაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონდიციონერის გამოყენების შემდეგ მაიყო ნაკლებად ფრიზი, ნაკლებად იფუძებოდა, ძალიან მარტივი დასაყენებელი იყო, ძალიან მარტივი დასამორჩილებელი იყო, ძალიან რბილდებოდა, უხეში ტექსტურა არ ქონდა შამპუნის გამოყენების შემდეგ, რაც რჩება თმაზე. ისთვისაც კონდიციონერს ვიყენებთ. მე მართალი გითხრათ, კონდიციონერის უფრო კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე შამპუნის და პრინციპში გასაგებიცაა, რომ კონდიციონერისგან უფრო მარტივად აიღოთ ხედავ ეფექტს, იმიტომ რომ რეალურად დაზიანებულ თმაზე დაიტან ზუსტად და არა მაინდა-მაინც სკალპს. რაც შეეხება შამპუნის წინ გამოსაყენებელ, ვიცი რა დავუძახო ამას, კრემს, გელს, ამასაც პასტის ტექსტურა აქვს. ეს არის 200 მილილიტრიანი შეფუთვა, რომელიც, როგორც გითხარით, წესით უნდა დაიტანოთ თმის მთელს სიგრძეზე შამპუნის გამოყენების წინ. მაგრამ მე შამპუნის შემდეგ ვიყენებდი, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ რეალური ეფექტი მივიღოთ, ჩემი აზრით უფრო ჭკვიანურია რომ შამპუნის შემდეგ გამოიყენო, იმიტომ რომ ამ დაზიანებული თმის აღდგენ კომპლექსს, რომელიც 12% გვაქვს ამ შემთხვევაში, აქ თუ მაშინვე შამპუნით ჩამოივა, ჩემი აზრი ეკარგება. რაც შეეხება რეტკინს, იქ 2%-ით მეტი გვაქვს, 14%-იანი გვაქვს რეტკინთან. მე ვფიქრობ, რომ ესაა ის, რაშიც რეალურად ფული შეიძლება რომ გადაიხადო. და ესეც იმ იდეით, რომ ესაა თმის ღერის სამკურნალო პროდუქტი. ეს არ არის რაღაცა სკალპისთვის განკუთვნილი პროდუქტი. ეს არ არის რაღაცა ძალიან სასიამოვნო, ამას ყველაზე სასიამოვნოს უნდა აქვს, გულწრფელად გითხრათ. ვაიმე ტექსტურა აქვს ისეთი, რომ ეს სრიალებს, ცოტა რთული და სატანია თმაზე. ამიტომაც, უწერიათ რომ შამპუნის წინ თმა დაისველეთ და დაიტანეთ ზეთ, რაც ჯერ ისე ვერ ისველებთ თმას ესე კარგად, იმიტომ რომ სავარაუდოდ საშხაპეში შესვლის წინ დაიტანთ ამას, რომ ცოტა დრო გქონდეთ, რომ ეს 5-10 წუთი რაც აწერია ზეთ, მართლა გქონდეთ ეგ 5-10 წუთი და დაიტოვოთ და იმოქმედოს პროდუქტმა, ხო? ჯერ ისე კარგად ვერ ისველებ რაღაც არის პირსაბანში თმას, რომ თუ თმა კარგად სველი არ არის, საკმაოდ რთული გადასატარებელია თმაზე გეტყვით. იმიტომ რომ ეს რაღაცა პასტოვანი ტექსტურა, ისე მარტივი დასატანი არ არის. მე გირჩევთ რომ სავარცხელი მოიმარჯვოთ და ცოტა ისეთი მსხვილი კბილებით სავარცხელი და კარგად გადაისვათ, რომ თანაბრად დაგეხმაროთ პროდუქტის გადანაწილებაში თმაში, განსაკუთრებით უფრო ხშირი და გრძელი თმა გაქვთ. ჩემ შემთხვევაში რო პრობლემა იყო ცოტათი მაინც. რაღაცას გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან თხელი თმა მაქვს და წესით არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, მაგრამ ამიტომაც მსიამოვნებ შამპუნის შემდეგ გამოყენება, იმიტომ რომ თმა სველია და ბევრად უფრო მარტივი სასიამოვნო არა. გადავშალით ეგ სიტყვა. უფრო მარტივი გამოსაყენებელია. მოკლედ, რა მაქვს კიდე ჩანიშნული? სუნზე მიწერია, რომ ყველა სამ პროდუქტში ყველაზე სასიამოვნო სუნი, ყველაზე უფრო მძაფრად და კარგად იგრძნობა აქ პარფიუმი. გეტყვით, რომ 200 მილილიტრი, თითქმის კი არა და შამპუნის ზომა არის, მაგრამ მაინც საკმარისი არ არის, რადგან მთელს თმის სიგრძეზე უნდა დაიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ გაყოთ თმა, აიწიოთ და ფენად დაიტანოთ პროდუქტი. ყველა ღერი უნდა დაიფაროს პროდუქტში. არა ისე, რომ რასაც ხედავთ მარტო. თმა 360 გრადუსით უნდა დაიფაროს სამკურნალო პროდუქტში მით უმეტეს. შამპუნშიც და კონდიციონერშიც, მაგრამ სამკურნალო პროდუქტში მით უმეტეს. ამიტომ დაყავით თმა, განსაკუთრებით თუ სქელი თმა გაქვთ და ფენად დაიტანეთ პროდუქტი. ამიტომ ცოტა მალე მთავრდება და მაინდა-მაინც ძალიანაც ბიუჯეტური თემა არ არის, თუ მიყვებით და ხშირად იყენებთ. რეტკინთან შედარებით, რა თქმა უნდა, ბიუჯეტურია, მაგრამ თუ დავალაგებ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე ეს პროდუქტი ამ ხაზიდან და ყველაზე მეტად ვუწევ რეკომენდაციას ისე, რომ შამპუნის შემდეგ გამოიყენეთ, მე ვფიქრობ, ყველაზე ჭკვიანური იქნება. პირსაწმინდ ოდნავ შეიმშრალეთ თმა. ძალიან სველი რო არ გქონდეთ, საშხაპეში რო გახართ და წყალი ჩამოგდით თმიდან, ესეც ჩამოიგრეცხება. გამოდით საშხაპიდან, ოდნავ შეიმშრალეთ პირსაწმინდით თმა და შემდეგ დაიტანეთ ეს ზემოთ. ანუ ჩემი თმის დაბანის პროცედურა თუ ყველაფერს ვიყენებ, გაიწელა საკმაოდ დროში უნდა გითხრათ, ადრე ეგრე არ იყო, მაგრამ რაც ვაქცევდი ისე ძალიან ყურადღებას. თუ გინდათ რომ ყურადღება მიაქციოთ, დროის ინვესტირებასაც ნიშნავს ეგ პირველ რიგში და იმასაც რომ არ დაგეზაროთ ამ პროდუქტების გამოყენება. მოკლედ, ეს იქნება პირველ ადგილზე, კონდიციონერი იქნება მეორე ადგილზე და შამპუნი იქნება ბოლო ადგილზე, იმიტომ რომ ეს თითქოს და სულფატი და თითქოს და არასულფატი და ეს ცოტა პასტის ტექსტურა და 5% ცოტა ძალიან მეცოტავება და მოკლედ, მაინდა-მაინც ჩემი ფავორიტი თემა არ არის. კონდიციონერს და თვითონ ამ ჩამოსაბან სამკურნალო პასტას ყველაზე მეტად გირჩევთ ამ ხაზს. მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, მე ფოტოებს ამ პროდუქტების, რასაც ჩაგიყრით აქ გერმანული გვერდებიდან ჩამოვტვირთავ, იმიტომ რომ მე რაც მაქვს გერმანული შამპუნებია, ამიტომ რაღაცა სხვა ქვეყნის წარმოება რო გაჩვენოთ, მე მგონი ისედაც კორექტული არ იქნება, მაგრამ მე მგონი ყველა ხვდებით რომელი ხაზის და რომელი პროდუქტების შესახებ საუბრობთ, თუ გერმანულ სიტყვებს ვერ ამოიკითხავთ მაინდა-მაინც, არ მგონია რომ ვინმეს გაურთულდეს რომ იცნოს ეს ხაზები და ეს პროდუქტები, სადაც ყველა ამ პროდუქტების შესახებ საუბრობდა მთელს ინტერნეტში. ოკეი, შემდეგი მესამე ხაზიც ელვიტალისგან არის და ეს არის მათი გლიკოლის მჟავის გლოსის ხაზიდან. მოდით დავიწყოთ აქაც შამპუნით. აქაც ზუსტად იგივე თემა გვაქვს, რაც დაზიანებული თმის აღმდგენი ხაზის შემთხვევაში გვქონდა, ამასაც სულფატების გარეშე აწერია, მაგრამ აქაც ოლეფინ სულფანოიდი გვაქვს შეგნით, რაც მე თუ გითხავთ რეალურად სულფატის ქონას ნიშნავს შამპუნში, მაგრამ ოკეი, გლიკოლის ხოთაშორის კარგია სკალპისთვის, ანუ
თან ასუფთავებთ თმას და თან სუბ პილინგს აკეთებთ, თუ მკვდარი უჯრედებია დაგროვილი და ქავილი შეგრძნება განსაკუთრებით გაწუხებთ თმაზე მსგავს ინგრედიენტებით შამპუნებს გამოყენება, სხვათა შორის ცუდი იდეა არ არის. 2%-იან კომპლექსზე გეტყვით, რომ გაჩნია რამდენად პრობლემური სკალპი გაქვთ. მე განსაკუთრებულად პრობლემური სკალპი არ მაქვს, ამიტომ ჩემთვის საკმარისი იყო, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ვაიმე ისე დამამახსოვრდა ეს შამპუნი. ეხლა მაქვს მაგალითად ერთი შამპუნი გახსნილი, რომელიც დამამახსოვრდება. მე მგონია, რომ ესეთ ჩანიშვნების გაკეთებაც არ დამჭირდება იმ შამპუნზე, ისე შეიძლება, რომ 1-2 წლის შემდეგაც გესაუბროთ და გამახსენდება რამდენად მომეწონა. ამ შამპუნზე მაგას ვერ გეტყვით. ანუ ვერ გეტყვით, რომ აი ეს შამპუნები ხელ ვიტალის ხაზიდან, რომლებიც ვახსენე, ვაიმე ისე ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ესეთი გამორჩეულები არიან. ცოტა არ იყოს და ყველანი გვანან ერთმანეთს. პარფიუმია თქო ნასხვალობა. მოტკბო ვანილას პარფიუმი აქვს. მგონია ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ამ სამ ხაზს შორის, ნუ ჰიალურონზე გითხარით, რომ ჰიალურონის მომეწონა თქო, მაგრამ ესეც კარგია, გლიკოლის პარფიუმიც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თუ ოდნავ მაინც ცხიმიანობა გაქვთ სკალპზე, რაღაც უფრო ძლიერი გჭირდებათ. თორე ამ შამპუნით ყოველ მეორე დღეს თამბიქნებათ დასაბა ცხიმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ რა ვიცი, რაღაცა ელვიტალის ხაზებიდან თუ დავალაგებ ესე შამპუნები ამ ხაზებში ყოველთვის ბოლო ადგილზეა ხოლმე. კონდიციონერებს არა უშავ. ოკეი, კონდიციონერს რაც შეეხება 150 მილiliტრიანი შეფუთვით, აქ გვაქვს 11%-იანი გლიკოლის გლოს კომპლექსი, ამოდიმეთიკონი აქაც გვაქვს, იგივე პრინციპია, რაც წინა ხაზის შესახებ ვისაუბრეთ. ეს არის, როგორ გითხრათ, გრძელი თმის კონდიციონერი. ეს არის ბზინვარება, რაც შეიძლება რომ გაშლილ გრძელ თმაზე დაინახო. ეს არის კონდიციონერი, რომელსაც იყენებ, როცა აი თმის დაყენება გინდა დავარცხნა გინდა და გინდა რომ ვიღაცას დაანახო, რომ შენ თმა ბზინავს. ვერ გეტყვით, რომ ეს ბზინვარება დღეების განმავლობაში დაბანამდე რჩება. ეს უფრო იმ დღის, იმ ერთი დღის ბზინვარებას გაძლევთ. ჩემთვის, ჩემი გამოცდილებით, ჩემი აზრით, იმას უკეთესი გამოცდილება გაქვთ და დღეების განმავლობაში რჩება თმაზე ამ კონდიციონერის ბზინვარება. მიხარია თქვენს გამო. ჩემ შემთხვევაში ეგრე სამწუხაროდ არ იყო. თუმცა გეტყვით, რომ იმ დღისთვის, იმ დღეს როცა იყენებ ამ კონდიციონერს, ძალიან სასიამოვნოს ხდის თმას, არაჩვეულებრივად არბილებს და არაჩვეულებრივ ბზინვარებას აძლევს. რასაც გლოსი ეფექტი, რაც აწერიაზე. კი ბატონო, მაგ შემთხვევაში ვეთანხმები ნამდვილად და შამპუნთან შედარებით კონდიციონერი უფრო მომეწონა. თუ აკვირდებით, შამპუნები, კონდიციონერები თითქმის ერთი და იგივე პრინციპით არის აწყობილი ამ ელვიტალის ხაზებში. და მესამე პროდუქტი, რომელიც არ ვიცი, ვირალური პროდუქტი იყო TikTok-ზე და ყველგან ამოყიდული იყო და ყველა გიждდებოდა ამ პროდუქტის შესახებ, ეს არის გლიკოლის შავის გლოსი, 5-წუთიანი ნიღაბი გლოსი, რომელიც 17%-იან კომპლექსს შეიცავს. ეს არის 200 მილiliტრიანი შეფუთვით, ამოდიმეთიკონი და ქოქოსის ზეთი გვაქვს შეგნით. ორი სტარ არაჩვეულებრივი ინგრედიენტი ჩემი აზრით თმისთვის. ძალიან ისეთ მსუბუქს, სასიამოვნოს ბზინვარეს ხდის თმას. დღეს მაქვს ოთხ შორის გამოყენებული ჩემს თმაზე დაბანის შემდეგ. სხვა შამპუნი და სხვა კონდიციონერი მაქვს გამოყენებული დღეს ამ ხაზის პროდუქტები ადრე დავცალე. ეს ბოლომდე გამოცლილი არ არის, დღესაც გამოვიყენე. აქაც გეტყვით, რომ ზუსტად ის თემა არის. ეს არის იმ დღეს რო აჩვენო, რამდენად სასიამოვნოდ გამოიყურება შენი თმა, რამდენად სასიამოვნო ბზინვარე ეფექტს გაძლევს. ეს არ არის პროდუქტი, რომელიც რაღაცას მკურნალობს. ეს არის პროდუქტი, რომელიც თმის სიგრძეზე გაძლევთ ბზინვარებას. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ ფულს რაში იხდით. მე ვფიქრობ, ბევრს ცოტა არარეალური მოლოდინები ქონდა ამ პროდუქტს. ეს არის თმის გლოსი. დამთავრდა. მეც ნურაფერს ნუელოდებით ამ პროდუქტის. ეს არ არის პროდუქტი, რომელსაც, აი, ძილის წინ რო თმას იბან, მაშინ რო ისმევ, რომ ეს აღამე იმოქმედოს პროდუქტმა და ან ეს გამოიყენე და მე თმა შეიგარი და რაღაცა. არა, ეს არის იმისთვის, რომ ეს პროდუქტი გამოიყენე და ყველას გინდა აჩვენო შენს თმას როგორი არაჩვეულებრივი ბზინვარება აქვს. აი, სახლიდან გასვლის წინ რო თავს იბან და მაშინ იყენებ, აი ეს ძალიან გთხოვთ ეგ გაითვალისწინეთ. მე მგონი ყველამ ვერ გაიგო ეგ ამბავი და ცოტა სხვა განსხვავებული მოლოდინები ქონდათ ამ პროდუქტთან მიმართებაში და მე ცოტა იმედი გაცრუებულები დარჩენ. თმის გლოსია. ასე ელოდები ახლა სხვას. თმას აძლევს ბზინვარებას. მორჩა რაღაცა სამკურნალო თმის აღმდგენი, დამცავი რაღაცა. ეგეთი არაფერი. თმის გლოსია და მაგ საქმეს არაჩვეულებრივად ასრულებს. არაჩვეულებრივ გლოს ბზინვარე ეფექტს აძლევს თმას. გაითვალისწინეთ, რაც უფრო კარგად არის თმა მომზადებული, რაც უფრო ჯანსაღი თმა გაქვთ, უფრო უკეთეს და მეტ ბზინვარებას და შაინ ეფექტს ხედავთ, რა თქმა უნდა თმას. მე მაგალითად გამომიყენებია ეს, როცა თმა შესაღები მქონდა, აი სადღაც 15, 16, 17 დღის შეუღებავ თმაზე და მაშინ უფრო ნაკლებ შაინს და ბზინვარებას გაძლევთ. დღეს ახალშეღებილი თმა მაქვს და შევამჩნიე ხა არ ვიცი ამ განათებაზე რაღაცას რო გაჩვენებ თვითონ, მაგრამ არც ვიცი რას გაჩვენებთ, იმიტომ რომ ხელოვნურ განათებაზე არ ვიცი რამდენად ჩანს ეს ყველაფერი თან მოკლე თმაზე ხა. უკეთესად ვერ გაჩვენებთ სამწუხაროდ, მაგრამ რაც ახლა პანჯრის წინ რო ვიდექი და თმას ვიშრობდი წეღან ფენით, შემიძლია გითხრათ, რომ აი რაც უფრო კარგად იყო თმა მომზადებული, ახალშეღებილი, ახალსაღებავზე, ბევრად უფრო ბზინვარე და სასიამოვნო ეფექტით დაჭდა. ანუ თუ ძალიან დაზიანებული, ძალიან მტრევადი, ძალიან ფრიზი თმა გაქვთ, შესაღები თმა გაქვთ, ასე და ასე შემდეგ, არ ვიცი, გაღიავებული თმა, ეფექტიც რა თქმა უნდა ნაკლები იქნება. იმიტომ რომ სამკურნალო საშუალება არ არის. ეს არის რომ აი კარგად მოვლილ თმაზე გადაისვა ზემოდან, რომ მოვლილ თმას კიდევ უფრო მეტი ბზინვარება მისცეს. ამიტომ თუ იმ საფეხურზე არ გყავთ თქვენი თმა მიყვანილი, რომ ბზინვარება გააკლია, მე გირჩევთ, რომ ჯერ უფრო სხვა საჭირო დაზიანებული თმის მოსავლელ პროდუქტებში გააკეთოთ თანხის ინვესტირება და ჯერ თმის დაზიანებული ღერი აღადგინოთ და სკალპს მკურნალოთ და ბზინვარე გლოსებზე მე გადახვიდეთ, როცა უკვე ჯანსაღი თმა გეკნებათ.
არაჩვეულებრივი პროდუქტია, ძალიან მომეწონა, სასიამოვნო გამოსაყენებელია, შამპუნი, კონდიციონერი და ბოლოს ეს, რომ ბზინვარება დარჩეს თმაზე, 5 წუთი იტოვებს და სუბუქი თბილი წყლით ჩამოიბანთ, შემდეგ შამპუნი ან რაღაც არაფერი საჭირო არ არის, წყლით ჩამობანა სავსებით საკმარისია. მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ ძალიან დაზიანებულ თმაზე წაისმევთ, ეს თმის სამკურნალო საშუალება არა. თმის მკურნალობა თუ გინდათ, ამაში იხდით ფულს და არა ამაში. გავითვალისწინოთ აუცილებლად, აი ამას რომ დაცლით რამოდენიმე შეფუთვას და რომ დაინახავთ, რომ თმა კარგ მდგომარეობაშია და ჯანსაღია და გაძლიერდა და ბზინვარება შეიძლება რომ დავამატოთ, მე გადადიხართ ამ პროდუქტზე. ოკეი, რა დამჩაკინდი? მშრალი შამპუნი ბატისტასგან თუ ანუ ბატისტე ქვია. ბატისტესგან. ორიდან ერთი. ეს არის ჩერის არომატი. რაც მინი იყო, ეს სამოგზაუროდ ჩანთას ჩასაგდები. თემა იყო ამ ზამთარში, თან წასაღებად 50 მილiliტრიანი შეფუთვა 30 გრამი. ჩერის არომატი აქვს. ხება გეტყვით რომ მაინდა ჩემი ფავორიტი, მაგრამ სასიამოვნო იყო, რაღაცა ქიმიურ სუნს ფარავდა ყოველ შემთხვევაში. მე მიყვარს. ეხლა ბატისტეს დიდი ზომის მშრალი შამპუნი მაქვს. თქვი ხო რა არის ეს? მშრალი შამპუნი ხო თქვი თავიდან რომ მშრალი შამპუნია. მგონი თქვი. მშრალი შამპუნი მაქვს გახსნილი. მე მომწონს ეს ბრენდი, ძალიან ძვირიც არ არის და თან აქვთ საშუალო ქერა, მოყავისფრო თმისთვის, ქერა თმისთვის და ასე შემდეგ, რომ თეთრი კვალი არ დატოვოს თმაზე, შესაბამის ფერებში და ეხა ეგეთი მაქვს ნაყიდი და ეგ მომწონს, რომ თეთრი კვალი არასასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მაგრამ თან წასაღებად ეს მინი ვერსიები ძალიან მომეწონა, მაგ მშრალ შამპუნს შემიძლია გავუწიო. რეკომენდაცია. რასაც სამწუხაროდ რეკომენდაციას ვერ გავუწევ და ცოტა გამოვიყენე და გავაჩუქებ სავარაუდოდ, რადგან ჰიგიენურად შემიძლია რომ ვიღაცას აჩუქო რომ გააგრძელოს გამოყენება, ესა ლორეალის ელვიტალის ხაზი. ეხა ვიღაცა იფიქრებს რომ დასპონსორებულია ეს ვიდეო, მაგრამ რა ვიცი, განსაკუთრებულად ბევრი კარგიც არ მისაუბრია ყველა პროდუქცია. რატომ ყველა ელვიტალი მაქვს? ოკეი, ალბათ იმიტომ რომ ამ ბევრი საუბრობდა ამ ხაზების შესახებ და შევეცადე მაქსიმალურად დიდი რაოდენობის პროდუქტები დამეტესტა ამ ხაზებიდან. ეს არის მათი სიცხისგან დამცავი სპრეი, რომელიც 230 გრადუსამდე იცავს თმასო. მესამე საფეხურის იყო ჩემი, რომელიც ასევე სისწორეს ანუ ინარჩუნებს დასწორებულ თმას, დაუთოებულ თმას. მაგრამ ჩემი თმისთვის იყო ძალიან მძიმე. როგორც ხედავთ, მე ძალიან თხელი თმა მაქვს, ძალიან მსუბუქი თმა მაქვს და ეს იყო ძალიან ბევრი. თან ვერ გავითვალისწინე ეს ამბავი, რომ მე უთოს არ ვიყენებ, ფენს ვიყენებ ამ წუთას, მხოლოდ უთო არც მაქვს ამ წუთას საერთოდ მართალი რო გითხრა. შესაბამისად, გადაჭარბებული ამბავი იყო და შეეტყო კიდეც თმას, იმიტომ რომ ამძიმებს თმას და თან უხეშს ხდის, არასასიამოვნო უხეშს ხდის. ამიტომ ჩემი ძალიან თხელი თმისთვის არ იყო. თუ ესეთი ძიმე დახმარება გჭირდებათ, რომ დააყენოთ თმა ერთ ადგილზე, შეიძლება თქვენთვის იყოს რაღაც, მაგრამ ჩემთვის განაჭარბებული იყო ნამდვილად. ეხლა ვიპოვე სხვათა შორის რაღაცა პანდენისგან, რომელიც ჯერ ახალ გახსნილია, ამიტომ ამ ვიდეოში ვერ მოხდა რევიუ, მაგრამ იმას რომ ვადარებ, ვაუ. ეს აი ჩემი ძალიან თხელი თმისთვის ის ბევრად უფრო პეტიცია, მაგრამ ჯერ კარგად უნდა დაიტესტოს კიდე სხვა სიტუაციებში რომ გესაუბროთ. ის ფენისთვის ავსებ საკმარის, ეს ფენისთვის ცოტა გადაჭარბებული იყო და თან ჩემნაირი თხელი თმისთვის. სამწუხაროდ არ იყო, ამიტომ ვიპოვე ვინმეს ვისაც უფრო სქელი თმა აქვს და შეუძლია რაღაცა ესეთი გამოიყენოს. კარგით, მეგობრებო, ეს იყო 3 სხვადასხვა ხაზიდან შამპუნები, კონდიციონერები და თმის სამკურნალო საშუალებები. სიამოვნებთ გამიზიარებთ კომენტარებში, რომელი ხაზი გამოგიყენებიათ, ან თუ გამოგიყენებიათ რომელიმე საერთოდ, რა არის თქვენი ფავორიტი, თქვენს თმაზე, თქვენს სკალპზე როგორი ეფექტი ქონდა. ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ სკინ-კერის შემთხვევაშიც, როგორც ვამბობთ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველაფერი ყველა ადამიანზე ზუსტად ერთი და იგივე ეფექტს არ იძლევა. აქაც სკანი გვაქვს, აქაც ცოცხალი უჯრედების შესახებ საუბრობთ, შესაბამისად აქაც იგივე თემა არის. ჩემზე, ჩემს სკალპზე, ჩემს თმაზე რა ეფექტიც ქონდა, არნიშნავს, რომ ყველასთვის ზუსტად ერთი და იგივე ამბავი უნდა იყოს, ამიტომ გავითვალისწინოთ ძალიან გთხოვთ ეგ ამბავი. კიდევ თუ არის რაღაც ესეთი შამპუნები, კონდიციონერები, ხაზები, ბრენდები ზოგადად, რაც გინდათ რომ დავტესტო, სიამოვნებით ჩავინიშნავ მაგ ამბავს. თუ წინა ვიდეო გაინტერესებთ, ზაფხულის ვიდეოში რა პროდუქტების შესახებ ვისაუბრეთ, პლეილისტ აქტივებთ ვიდეოს ბოლოს, ერთდროს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენთვის და თუ დრო გაქვს სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახოთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!